გაღვიძებისას დალოცეთ თქვენი დღე, რადგანაც ის უკვე პირთამდე ასავსე ულევი სიკეთით, რომელთაც თქვენი დალოცვა გამოაჩენს, რადგანაც დალოცვა გულისხმობს იმ უსასრულო სიკეთის შეცნობას, რომელიც ჩაწნულია სამყაროს უხილავ საფუძვლებში. ეს სიკეთეები მხოლოდ ნიშანს მოელიან ჩვენგან, რომ წარმოჩინდნენ. დალოცეთ ყველა, ვინც შემოგხვდებათ ქუჩაში, ავტობუსში, სამუშაო ადგილზე. თქვენი დალოცვის სიმშვიდე თანამგზავრად გაჰყვება მათ, მისი სურნელის უჩინარი გამონაფრქვევი კი გზას გაუნათებს. დალოცეთ ყველა შემხვედრი, დალოცეთ მათი ჯანმრთელობა, მათი შრომა, მათი სიხარული, მათი ღვთაებრივი ურთიერთობა საკუთარ თავთან თუ სხვებთან, დალოცეთ მათი სიუხვე, მათი ავლადიდება, დალოცეთ ყველანაირად, რადგანაც ეს გულისმიერი სურვებანი მარტო განკურნების თესლებს კი არ დათესავს, ისინი ერთ ჩვენიერ დღეს სიხარულის ყვავილებად აღმოცენდება თქვენი ცხოვრების ხრიო კველებზე. სეირნობისას დალოცეთ თქვენი სოფელი თუ ქალაქი, დალოცეთ მათი მმართველები, მათი მასწავლებლები, მათი ექთნები თუ მეეზოვეები, მათი მღვდლები თუ მეძავები. რა წამს ვინმე გამოხატავს თქვენ მიმართ აგრესიულობას, ბრასა თუ არაკეთილ მოსურნე დამოკიდებულებას, მიაგებეთ მდუმარე დალოცვა. დალოცეთ სრულად, წრფელად, გულითადად, მხიარულად, რადგანაც ასეთი დალოცვები არის ფარი, რომელიც დაიცავს მათ მათივე უგუნურებისგან და გეს შეუცვლის თქვენკენ ასროლის არს. დალოცვა ნიშნავს უსაზღვრო სიკეთის, უპირობოდ, სრულად, უშურველად სურვებას სხვა ადამიანებისთვის, მათი ცხოვრებისეული შემთხვევებისთვის. ეს ნიშნავს სურვებას უსაზღრო სიკეთისა, რომელიც ამოგვაქვს ჩვენი არსების ყველაზე ღრმა, ყველაზე ფარული წყაროებიდან. დალოცვა ნიშნავს სრული აფრთოვანებით ჭვრეტას იმისა, რაც ყველა შემთხვევაში შემოქმედის ძღვენია, როგორიც უნდა იყოს მისი გარეგანი გამოხატულებანი. თქვენი დალოცვით მხარდაჭერილი ადამიანი დაცულია, დალოცვილია, მრთელია. დალოცვა ნიშნავს ვინმეზე ან რამეზე ღვთაებრივი მფარველობის მოხმობას, მასზე ფიქრს ღრმა კეთილგანწყობით, ღრმა მადლიერებით. ეს ნიშნავს ბედნიერების, მადლის მოწვევას ვინმეს თავს. ცხადია, ჩვენ არ ვართ წყარო მადლისა, მაგრამ ვართ გულსავსე და გულმხიარული მოწმე სიცოცხლის განუზომელი უხვევისა. ყველას და ყველაფრის განურჩევლად დალოცვა, ესაა გაცემის უმაღლესი ფორმა, რადგანაც თქვენ მიერ დალოცვილთ არასოდეს ეცოდინებათ. საიდან გაჩნდა მზის სხივი მათ ცაზე უეცრად, რომ გამოარღვია მოკოფრული ღრუბლები და იშვიათად თუ გახდებით ამ სინათლის მოწმე მათ ცხოვრებაში. როცა ყოველდღიურობაში რაიმე მოულოდნელი მოვლენა შეგარყევთ თქვენს და შეარყევს თქვენს გეგმებსაც, თუნდაც გემწაროთ ეს სასმისი, მაინც დალოცეთ. იფეთქეთ მადლიერების სიტყვებად, რადგანაც ამ დროს ცხოვრება რაღაცას გასწავლით. ეს მოვლენა ესოდენ არასასურველი რომ გეჩვენებათ, სინამდვილეში თავად თქვენ გამოიწვიეთ, რადგან რაღაც ახალი გაქვთ გასაცნობიერებელი, თქვენთვის აქამდე უცნობია. გაცნობიერების აუცილებელი პირობა კი მოსული განსაცდელის უყოყმანო დალოცვაა. მართლაც განსაცდელი დაფარული დალოცვაა, მას კვალდაკვალ მოუყვებიან ანგელოზთა დასები. დალოცვა ეს ნიშნავს ამოიცნო ყველგან მყოფი მშვენიერება, რომელიც დაფარულია მატერიალური მზერისთვის. ეს ნიშნავს ამოქმედო მიზიდულობის საყოველთაო კანონი, რომელიც სამყაროს სიღრმიდან თქვენს ცხოვრებაში ამოიტანს ზუსტად იმას,
რაც იმხანად გჭირდებათ ზრდისთვის, წინსვლისთვის, თქვენი ბედნიერების სასმისის ავსებისთვის. როცა ჩაუვლით ციხეს, დალოცეთ მათი ბინადარი, დალოცეთ მათში დაუნჯებული უმანკო ბუნება, თავისუფლება, კეთილშობილება, მათი არსისეული სიწმინდე, რადგანაც ისინი საკუთარი წარმოსახვების, საკუთარ თავზე შექმნილი სურათების ტყვეობაში არიან. ამ სურათებისგან განთავისუფლებული ადამიანი ბორკილაყრილია, თუნდაც ციხეში იმყოფებოდეს. ისევე როგორც თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს ტყვეობაში თავის ფიქრებში ჩაბუდებული შიშებისან. როცა ჩაუვლით ავადმყოფოს, დალოცეთ იქ წოლიარე ავადმყოფებში დავანებული ჯანმრთელობის სისავსე, რადგანაც მათ წანჯვარსა და ავადმყოფობაში ეს სისავსე მოელის, რომ აღმოაჩინონ. როცა შემოგხვდებათ ატირებული და ცხოვრებისაგან გულგატეხილი ადამიანი, დალოცეთ მისი სიცოცხლის უნარიანობა და სიხარული, რადგანაც გრძნობები მხოლოდ სახეცვლილი გამოხატულებაა იმ დაფარული მშვენიერებისა და უმაღლესი სრულქმნილებისა, რომლის დანახვაც მხოლოდ შინაგან თვალს შეუძლია. შეუძლებელია განსჯა და დალოცვა ერთდროულად. მას შეინარჩუნეთ დალოცვის სურვილი, როგორც შეუჩერებელი შინაგანი ხმიანობა და როგორც უწყვეტი დუმარე ლოცვა. ქვეყანას მოჰფენთ მშვიდობას და ერთ დღესაც ყველგან და ყველაფერში თავად ღვთის სახეს აღმოაჩენთ. პოსკრიპტუმი. და უწინარეს ყოვლისა არ დაგავიწყდეთ, დალოცოთ ის შეუდარებელი პიროვნება თავის ნამდვილ ბუნებაში სრულქმნად მშვენიერი და ესოდენ ღირსი სიყვარულისა, რომელიც თავად თქვენ ხართ.